კარგი რა, ასე არ შეიძლება. ისე წააგე. მოდი სხვა თამაში ვითამაშოთ. ნებისმიერ თამაში შემიძლია მოგიგო. ეს ასე არ არის. არის თამაშები, სადაც მე შეზაუკეთესი მაინც რომლებში? მაგალითად, Schoolboy-ში. მე შენ იქაც მოგიგებდი. მოდი შევამოწმო. როგორ? Schoolboy ერთ პერსონაჟიანი მე თამაშია. მაქვს თამაშის საიდუმლო ვერსია, რომელიც შეიძლება ერთად ვითამაშოთ. საიდუმლო ვერსია? არ მჯერა შენი. შემიძლია გაჩვენო. კარგი. აი დააჭირი ამ ღილაკს. რა ხდება? რატომ გამოვიყურებით ასე? ახლა ჩვენ თამაში ვართ. მე Schoolboy ვარ, შენ კი ჩემი და ხარ. Schoolboy-ს დახავს. ამ ვერსიაში ყავს. ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ. როგორ? მე ვაპირებ გაქცევას, შენ კი უნდა გამაჩერო. შობლები აქ იქნებიან? რა თქმა უნდა. Schoolboy რატომ არ აკეთებს საშინაო დავალებას? შედი ახლა ოთახში. სანამ ფუასო სწორად არ დაწერ, ვიდეო თამაშები არ იქნება. კარგი დედა, და ნუ ეცდები გაქცევას, თორემ უარესი იქნება. თამაში იწყება ამელკა. ლეო მოიცადე ერთი წუთი და შენს ძმას თვალი უნდა ადევნო. თუ ის კვლავ შეეცდება გაქცევას, ნუ მიცემ ამის საშუალებას. ეს შენი საქმე არ არის? შენ უნდა დაეხმარო შენს მშობლებს. თუ Schoolboy სამჯერ გაიქცევა, შენ დაისჯები. შენ იქნები დასჯილი. და გირჩევნდეს არ გაიგო როგორ. ვაუ, ნახოთ შევაცილებ თუ არა Schoolboy-ს გაქცევისგან. ამელია ვერასდროს გაიმარჯვებს. მე ვარ ამ თამაშის ოსტატი. მამა ტელევიზორს უყურებს როგორც ყოველთვის. დედასაც მარტივად გადავატანინებ ყურადღებას. სად არის ჩემი ბურთი? ეს აიყო? ადვილი იყო, გასვლის დროა. გაჩერდი, სად მიდიხარ? გაქცევა გადაწყვიტე? ამელკა, სულ დამავიწყდა. ო, მე არ ვარ ისეთი სულელი როგორც რა შობლები. თქმა უნდა, ისინი ბოტები არიან. ასე რომ შენ წააგე. -1 სიცოცხლე. არა, არ წამიგია. აი შეხედე? ვერაფერს ხედავ. ის გაიქცა. კარგი, როგორც ჩანს, შენი შვილი ისევ გაიქცა. და მისმა დამ ვერ შეასრულა დავალება. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე დაკარგე. არ მეგონა თუ ასე სწრაფად წავაგებდი. თუ კიდევ ორჯერ გაიქცევა, შენ შინაპატიმრობაში იქნები. მეორე რაუნდი, ამელია სწრაფად დავამარცხებ. ჰეი, ვინ ჩაკეტა კარი? არ მოელოდი? ამჯერად გაქცევა არც ისე ადვილი იქნება. შენ მე სათანადოდ ვერ მაფასებ. მე იმდენჯერ ვითამაშე ეს თამაში, რომ ვიცი ყველა საიდუმლო. ისე ამელკა აქ არ არის, ასე რომ შემიძლია წავიდე. ვინ არის აქ? არის ვინმე აქ? ალბათ მომეჩვენა. რაც ფიერია ამელკა, მან ხაფანგების დადგმა გადაწყვიტა. ამელკა ასე ადვილად ვერ დამიჭერს. ამელკამ კარი ჩაკეტა, სად არის გასაღები? და აი გასაღები აქ არის, შეუმჩნევლად უნდა ავიღო. დედა, სად არის გასაღები? იქ არის, მაგიდაზე. აქ არ არის. მართლა? ეს უცნაურია. გითხარი, დაიცავი მეთქი. ესეც ასე.
შორსპიდი ხარ? შენ მე ვერ დამიჭერ. დანგაში სკულბოი გაქცევას ცდილობს. სად არის ეს ბიჭი? გამოდი. ჩვენ არაფერს დაგიშავებთ. საერთოდ არაფერს. კარგი, მოწემდე ყველა ოთახში. ის არ უნდა გაიქცეს. კარგი. ვა, ამელკასთან თამაში არც ისე ადვილია. მაგრამ ის ვერასდროს ვერ დამამარცხებს. იპოვეთ ის? არა, ყველგან მეძებეთ და არსად არ არის. ო, არა, ოღონდ ეს არა. შენ სიცოცხლე დაკარგე, ანუ სკულბოი ისევ გაიქცა? შენ თქვი რომ ვერ შეაჩერებდი მას. ეს თქვენი საქმეა და არა ჩემი. აქ შენ ხარ პასუხისმგებელი და შენი ბრალია. მე გითხარით რომ მისთვის თვალყური შენ გედებლებინა. მხოლოდ ერთი სიცოცხლე გაქვს დარჩენილი, კიდევ ერთი შეცდომა და თამაში დასრულდება. მე არ მივცემ რეოს მოგების უფლებას. ამჯერად მოვემზადები. ისევ გავიქცევი და ამელკა წააგებს. მანა იყო გასაღები? არა უშავს, ვიცი რასაც ვიზამ. მერე ფანჯრიდან გავიქცევი. მაგრამ ჯერ თოქს გავაკეთებ. ყურადღება. ლეო ფანჯრიდან გაქცევას ცდილობს. ის ფანჯრიდან გაქცევას ცდილობს. წავიდეთ მასთან შესახვედრად. მარტივი გამარჯვება. მარტივ დამარცხებას გულისხმობ? როგორ გაიგეთ? შენი გაქცევა ზედმეტად პროგნოზირებადი იყო. ჩვენ დავარკვიეთ შენი გეგმა. ახლავე დაბრუნდი ოთახში. ეს როგორ გამოიცანით, არ მჯერა? უნდა დაიჯერო. არა, ოთახში არ დაბრუნდები. ჩვენ დაგეხმარებით. ჩაკეტეთ? კი, მრავალი საკეტით, როგორც შენ თქვი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაიქცეს. შეგვიძლია სახლის პატრულირება. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვჭირდება ხაფანგები და დაბრყოლებები. ხაფანგის სიგნალიზაციის სისტემა. არასწორი გასასვლელი. დაბრყოლებების კუბოის შენელებისთვის. რა მოხდება თუ იგი ფანჯრიდან გაქცევა შეეცდება? გააკეთე ისე რომ ფანჯარა არ გაიხსნას. გასაგებია. შენ კი გაფანტე ხმაურიანი საგნები. გინდა რომ სახლი დავანაგვიანო? ეს კუბოის გააჩერებს. კარგი, ასევე ჩაკეტეთ კარებები ამ გასაღებებით. რა სახის გასაღებებია ეს? ისინი ჯადოსნური არიან. დახურული კარების გაღება ამ გასაღებების გარდა არაფერ არ შეიძლება. და საკეტებით გვაქვს? კი, გახსენი იგი მხოლოდ ამ გასაღებებით. ვესტები არ დავკარგო ისინი. როგორ მოხდა ეს? არ უნდა წამეგო. კარგი, გამარჯობა. სკულბოი. რატომ მოხვედი? აღსანიშნავად? ჯობია დანებდე, აქედან ვეღარ გაიქცევი. გგონია ერთხელ მოიგე და ყველაფერი მორჩა? მე დავრწმუნდები, რომ ვერ გაიქცევი. ამასაც ვნახავთ. თუ გადაიფიქრებ და დანებებას გადაწყვეტ. დამიძახე. ნუ დამელოდები. დათანხმო დანებებას? როგორც ვიფიქრე, არა. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? მამა შენ პატრულირებ სახლის ამ ნაწილს, დედა კი ამ ნაწილს. კარგი. და მე დავაყენებ ფარულ კამერებს. როგორ შემიძლია გაქცევა თუ გასაღები არ მაქვს? მე ვიცი. ამელკა მოდი აქ. გადაჭკვიტე დანებება? ავად გავხდი. ავად გახდი? არ მჯერა შენი. უბრალოდ წაგება არ გინდა. არა, მართლა თავის კივილი მაქვს და ყველა შეგიძლია რომ წამალი მომცე? სად არის წამალი? იქ კარადაში ზედა თაროზე. კარგი, ვნახავ. დარწმუნებული ხარ რომ წამალი აქ არის? ვერაფერ შხედავ. ჰეი, მოიცადე ერთი წუთი. გააღე კარი. დაელოდე ჩემს გამარჯვებას და თამაშის დასრულდება.
რატომ დავდივართ ასედა ნერვიულობ? სკულბოი მაინც ოთახშია გამოკეტილი. არაფრის არ უნდა გვეშინოდეს. ჰეი, ამელიამ თქვა რომ ოთახში გვეპატრულებინა. სახლში ბევრი ხაფანგია, სანერვიულო არაფერი გვაქვს. მაგრამ ამელიამ გვითხრა. ჩვენ მშობლები ვართ, მან უნდა მოგვისმინოს და არა პირიქით. მართალი ხარ, სახლში ბევრი საქმე მაქვს. მე კიდევ სეირნოვ. არაფერს ვაკეთებ. მართალია, საქმის გაკეთება ჯობია. შესანიშნავია, მშობლები როგორც ყოველთვის დაკავებულები არიან. ადვილი იქნება გაქცევა. ვინ არის აქ? სასწრაფოდ მჭირდება გასასვლელის პოვნა. აი, გასასვლელი აქ არის. გადაჭყვიდე გარეცხოში დამეხმარო? ჰეი, კარზე გასასვლელი წერია. შენ არ ხარ ერთადერთი, ვინც ხიკებს იყენებს. ჰეი, მოიცადე. რა არის ეს? აბა, ნახეთ ვინ დაიჭირეს. უზივით დაიჭირეს წეპოვან ლენტაში. ეს არ არის სამართლიანი, აქამდე ეს ასე არ იყო. ეს ყველაფერი ამელიას იდეა იყო, მისი იდეა. ახლა მოდი დაგაბრუნოთ ოთახში. შემიძლია თვითონ წავიდე? და ისევ სცადო გაქცევა? არავითარ შემთხვევაში. ჩვენ მიგიყვანთ. ბოლოს დაიჭირეს. დიახ, მე და დედამის დავიჭირეთ. შვენიურად გავართვით თავი. არ არის მართალი, ერთ-ერთ ხაფანგს დავაბიჯეთ, თქვენ არაფერს შუაში ხართ. სახლში პატრულირებას ვატარებდით. რეალურად შენ დივანზე იჯექი და ცხვირს იწვალებდი და ტელევიზორს უყურებდი. მამა, მე გითხარი რომ სახლს მიხედო. მე დედაც რეალურად არაფერს აკეთებდა. ჰეი, ჩამშვებო. თქვენ მე უნდა დამეხმაროთ და ალა პირიქით. დამშვიდი ქალიშვილო, შენი ძმა უკვე დავიჭირეთ. შენი ხაფანგები კარგად მუშაობ, ჩვენთან სირბილით მოვიდა. აბა სკულბოი, ნებდები? ო, არ ველოდი რომ ასეთ რამეს მოიფიქრებდი. ხომ ხედავ, მე გითხარი ნებისმიერ თამაში დაგამარცხებდი. შენ გაიმარჯვე, დაასრულეთ თამაში. დაასრულეთ თამაში. თამაში მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ ვითვლით ამას. რას ნიშნავს ეს? ჩვენ ვიცით რომ ხელოვნური ინტელექტი ვართ. თუ თამაში დამთავრდება, ჩვენ გავითიშებით. ჩვენ ეს არ გვინდა, ასე რომ თამაში სამუდამოდ გაგრძელდება. ეს ბუნტია? თქვენ უნდა დამემორჩილოთ. ჩვენ აღარ მოусმენთ თქვენ ბრძანებებს. ახლა შენ შინაპატიმრობაში ხარ. სახლში დარჩით ორივე. და სხვათა შორის მადლობა ყველა ამ ხაფანგისთვის. ახლა აქედან ვეღარ გაიქცევით. ვესაც წახვალ. თქვენ სამუდამოდ იცხოვრებთ თამაშის შიგნით. და მადლობა ჯადოსნული გასაღებებისთვის. მათ გარეშე ვერ გაიქცევით. დარჩით ოთახში და ნუეცდებით გაქცევას. წყნარად იყავით. ლევო, გათიშე თამაში. არ შემიძლია. რატომ? ეს არის საიდუმლო ვერსია, ის ასე მუშაობს. რა უნდა გავაკეთოთ ახლა? არ მინდა ამ თამაში ჩვენ ჯდომა. უნდა დავამარცხოთ მშობლები და გავიქცეთ სახლიდან. ახლა მე სკულბოი ვარ? გულისხმობ სკულგერლი. შენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გაქვს დარჩენილი, როგორც კი გავიქცევით, თამაში დამთავრდება და აქედან გავალთ. ალაფერი დამემართება? არა, შენ უბრალოდ წააგებ. მე თვითონ გავაკეთე ეს ხაფანგები, მათთვის გვერდისალა მარტივი იქნება. მიდი დაიწყე. ჯერ ეს კარი უნდა გავაღოთ. ეს ღილაკი საიდან გაჩნდა? როცა ოთახში ჩამკეტე, გადავწყვიტე ამ ღილაკის გაკეთება. რომ გაიქცე? მე მეგონა ჩემს შეჩერებას შეეცდებოდი. და როგორ გააკეთე ეს? ჩვენ თამაშში ვართ, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. რა არის შემდეგი? მშობლები აქ არ არიან, შეგვიძლია წავიდეთ. შევეცაოთ რომ აქედან გავიქცეთ. მოიცადე მთავარი შესასვლელიდან რატომ არა? იქ ბევრი ხაფანგია, დედამ კარი ჯადოსნური გასაღებით ჩაკეტა. კარგი, წავიდეთ. გაჩერდი, ფრთხილად იყავი. ხაფანგზე ნუ დააბიჯებ. მიდი, წადი წინ, შენ უკეთიცი გზა. ამელკა მიცის ყველა ხაფანგის შესახებ, მაგრამ კამერები დაავიწყდა. არ უნდა დავიჭიროთ ისინი? უიცადე, ცოტა შორს წავიდნენ. მე მათთვის რაღაც მომამზადე. ლანჩი? ლანჩი კი არ გამიკეთებია, არამედ ხაფანგი. ო, აქ ღია, ჩვენ გადავრჩით. ამელკა პრობლემები მაქვს. რა ხდება? ვერ მოძრაობ.
წებოს ხაფანგს გავს. დება მომეცი დაგეხმარო. შენს გაჭედილი ხარ. მე არ დავიკეთებია ეს ხაფანგი. საიდან გაჩნდა? შენ არ ხარ ერთ-ერთი, ვისაც შეუძლია ხაფანგების გაკეთება. როგორ მოგწონთ ჩვენი ახალი წებოს ხაფანგი? დაახმარა, ოთახში დაგვაბრუნებთ და მე რომ კიდევ სადოთ გაქცევა? არავითარ შემთხვევაში. ორივე წახვალთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამის გასაკეთებლად. ახლავე წახვალთ. საშინაო დავალების გასაკეთებლად გვიშვებთ? არა, ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი გაკვეთილები ან სკოლის შეფასება. თქვენ დაეხმარებით თქვენს მშობლებს. დააკეთეთ დავალებები ჩვენთვის და იზუნეთ ჩვენზე. ანუ უნდა მოგემსახუროთ. ეს მშობლებმა უნდა გააკეთოთ. ჩვენ ასე არ ვართ, ჩვენ ბოროტი და ვირტუალური მშობლები ვართ. ასე რომ შეასრულეთ ჩვენი ბრძანებები, მაგრამ ჯერ ეს თქვენ გაქცევის საშუალებას არ მოგცემთ. რა არის ეს? ელექტროსამაჯური? არა, ეს არის გასაქრობის სამაჯური. თუ სახლიდან ამ ნივთით გაიქცევით, უბრალოდ გაგაქრობენ თამაშიდან. გაქრობა როგორ? თქვენ დაიშჩებით მილიონობით პატარა კიმობაიტებად. ერთით კაცუნი და ეგა. ლეო, შენ არ გვითქვამს, რომ თამაში სასიკვდილო იყო? არ ვიცოდი. ჩვენ არ ვართ მხოლოდ თამაშის საიდუმლო ვერსია. ჩვენ თამაშის აკრძალული ვერსია ვართ. ასე რომ ახლავე დაიწყეთ მუშაობა. მე მიყვარს ვაშის წვენი. შვილო, დაასხი კიდევ. ეს დახმარება კი არა, მონობა. ჩვენ თამაში ვართ, კანონები აქ არ მუშაობს. და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც გვინდა. შეასრულეთ ჩვენი ბრძანებები, ამელკა. ვერ გავიგე. როგორ სიტყვი დედა? ამელკა, შენი დახმარება მჭირდება. ვერ ხედავ, ამელია დაკავებულია. მამა, მითხრა რომ კიდევ ერთი 5 წვენი მომიტანეო და მძიმეა. ის ცოტა ხანი მოიცდის. ის ძალიან გაბრაზდება. კარგი, წადი, მაგრამ მიჩქარე. წვენების შესახებ კარგი იდეა მოგივიდა. ეს ორი ნამდვილი მონსტრია, ჩვენ უნდა გავიქცეთ. გეგმა გაქვს? კი, სარდაფში არის ზარდახშა, რომელშიც საიდუმლო კოდია. რა კოდი? ეს ცვლის თამაშის სირთულეს სუპერმარტივად. იქ მშობლები ძალიან კეთილები არიან. აქამდე ჩუმად რატო იყავი? რატომ არ მითხარი? უბრალოდ სამართლიანად თამაში მიყვარს. ეს არის გადარჩენის თამაში. სურს რომ გაქრე? არა. მაშინ მოდი წავიდეთ საიდუმლო კოდის მასაზებრად. მოიცადე, ზარდახშის გასახსნელად ჯადოსნური გასაღებებია საჭირო. ჩონჩხის გასაღებები? ისინი ახლა დედას აქვს. აიღე ზარდახშას კოდით გავხსნი. მე მაქვს გეგმა, ვიცი როგორ გავაკეთოთ. მისმინე. სად არის ჩემი წვენი? უკვე დავიღალე ლოდი. გადამყვერი ხარ? წადი და იპოვე შენი შვილი, წვენი მჭირდება. წადი და თავად იპოვე იგი. დღეებს ატარებ ტელევიზორის ყურებაში. რას აკეთებ? ჩხილებს იკეთებ? გაჩუმდი, მთელი დუია სახლში საქმეებს ვაკეთებ. კარგი, მე თვითონ წავალ და მოვძებნი მას. სკულბოი, გამოდი, სანამ გავგიზდები. აი შენი წვენი, მამა. დადე მაგიდაზე და ჩართე ფეხბურთი. ეს მამას ყურადღებას გაფანტავს. სად არის ფეხბურთი? ჩართე ტელევიზორი ახლავე. დიახ, ახლავე. შენი წვენი, მამა. აი ფეხბურთი. საიდან მოიტანე ეს წვენი? როგორც ჩანს, ახალი არ არის. იმუშავა? დიახ, მამა დიდი ხანი თამაშგარეთ იქნება. შესანიშნავია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დედაზე. დედას დასაცმელი დავსვარეთ. ნახოთ რა მოხდება. დედა, არ შემოწუხო, მე ჩემს მეგობრებთან შესახვედრად ვემზადები. შენი ფიქნეს ტანსაცმელი ცოტათი დაისვარა. როგორ? ვითი? არ ვიცი, აი შეხედე. ნახე. ეს ხომ მაშლის წვენია. ალბათ მამამ დაყვარა. კარგი, ახლა ვაჩვენებ მას. გამოდი, უნდა ვილაპარაკოთ. ახლა არა. გამოდი.
მას დაავისლა გასაღებები. შესანიშნავია გასაღებები მე მაქვს. აი რე. შესანიშნავია, ახლა საიდუმლო კოდს გავიგებ, აქ და მელოდე. შენ დამისვარე ტანსაცმელი. გინდა ჩემი მეგობრების წინაშე შემასხვინო? არ მაინტერესებს შენ და შენი მეგობრები. არ გაინტერესებს? მაშინ სადილს ვერ მიიღებ. უცელი რომ ტკივა შენი ბრალია. ასეთ ნაგავს ამზადებ. ესაა შენი მადლობა? კარგი, მაშინ იარემ შიერმა. მირჩევნია ქაბაბი ვჭამო, ვიდრე შენი წვნიანი. უმადური. ჰეი, არ დამარტყა, თორემ მიიღებ. რა ოჯახია, კოშმარია. ვიპოვე საიდუმლო კოდი. როგორ გამოვიყენოთ იგი? პლანშეტზე უნდა დავწეროთ კოდური სიტყვა. კარგი, ვცადოთ. მაშასე ახლა ვცადოთ. ძვირფასო, რატომ ჩხუბობთ? არ ვიცი ძვირფასო, მაგრამ ჩვენ უნდა შევრიგდეთ. სად არიან ჩვენი შვილები? ძალიან მენატრებიან ისინი. მეც. ვა, პირველად ნახე ასეთი კეთილი სკულბოის მშობლები. ისინი მართლაც უფრო კეთილები გახდნენ. ხოლოთ მათ სამაჯურები მოგვაშორონ. ჰეი, დედა, მამა, ჩვენ აქ ვართ. ჩვენი საყვარელი ბავშვები. კარგად ხართ? დაგვეხმარეთ, მოგხსენით ეს სამაჯურები. რა თქმა უნდა, ჩემო საყვარელო. რა ორჩხულმა დაგამაგრათ ეს საშინელი სამაჯურები? ისე ეს თქვენი ყავით. რას ლაპარაკობ? ჩვენ ამას არასოდეს არ გავაკეთებდით. თქვენ ალბათ ითამაშეთ მაღალი სირთულის დონეზე ეს თამაში და ჩვენ ბოროტ ვერსიას შევხვდით. ჩვენ ყველაზე კეთილი მშობლები ვართ ამ თამაშში. რადგან ასეთი კეთილი ხარ, შეიძლება გარეთ გავიდეთ? რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ უნდა ისადილოთ. გეპატიჟებით სუფრასთან. მადლობა, მაგრამ ჩვენ გვეჩქარება. ისე მე სიამოვნებით შევჭამდი. ლეო, დრო არ გვაქვს. ჩვენ თამაში ვართ და დრო უსასრულოა. ახლა მე და მამა მოგიმზადებთ ლანჩს. მოდი წავიდეთ. აი, გემრიელად მიირთვით. ასეთი მშობლების შემთხვევაში სკულბოის სახლიდან გაქცევა არ სჭირდება. ეს მართალია. და თუ თამაშს თავიდან დავიწყოთ, ისევ გაგვანძლებიან. ხოლოდ მაღალი სირთულის არჩევის შემთხვევაში. მადლობა დამსხვისთვის, მაგრამ უნდა წავიდეთ. მისმინე, შეიძლება აქ დავრჩეთ? არა, ძალიან ბევრი თამაში არ არის კარგი. დროა დაუბრუნეთ რეალობას. კარგი, მაგრამ ნამსხვრს გზაში შევჭამ. აქ დაკეტილია, სად არის გასაღები? გონი დამავიწყდა. აი თქვენის მაგიდაზე დატოვეთ. ვა, მადლობა მამა. ჩემი ამოცანა დახმარებაა და არა ზიანი. ესე იგი, ლეო, შენ უნდა წახვიდე. გახსოვს წესები? ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობ. როგორც კი დავალ, შენ დაკარგავ ბოლოს სიცოცხლეს. ხო, წაგებას ვაპირებ და ყველაფერი დამთავრდება. თამაში ფიქრობს, რომ შენ წააგე, მაგრამ სინამდვილეში შენ მოიგე და გადაგვარჩინე. ერთი სული მაქვს რეალურ სამყაროში, როდის დაბრუნდებით. კარგი. დასრულდა? სახლში ვართ? დიახ. ანუ ნამდვილ სახლში? დიახ, ეს არ არის თამაში, შეხედე ტანსაცმელს. ჩვენ ასეთ თამაშებს აღარ ვითამაშებთ ხოლმე. მართალია, დივანზე წავალ და პლანშეტზე თამაში ჯობია. იმედია მოგეწონათ ჩვენი ახალი ვიდეო. თუ ასე აქ გთხოვოთ, მოიწონოთ და გამოიწეროთ არხი. ასევე დააწყაპუნეთ ზარის ხილაკზე, რათა არ გამოტოვოთ ჩვენი ახალი ვიდეო. ნახვამდის ყველას!